მოგესალმებით. მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ან სიყვარულისკენ მოძრაობთ, ან შიშისკენ. ციტატის ავტორია თანამედროვე ამერიკელი მწერალი მარიამ უილიამსონი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური და გთხოვთ, რომ ამ არხის განვითარებაში დამეხმაროთ. ეს ნიშნავს, რომ მინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს და მეტმა მოისმინოს ის, რასაც მე თქვენთვის ვყვები. რაც შეეხება დღევანდელ ციტატას, ზოგადად ცნობილია, რომ რაც მეტად მარტივია ფორმულა, მით უფრო ადვილად ანაცვლებს ფიქრს. მაგალითად, 2x2 4-ია და დასულ ადამიანს ამისთვის ფიქრი არ ჭირდება. მაგრამ აი დღევანდელი ციტატა სწორედ იმის ნიმუში არის, პატარა წინადადება, სულ რამდენიმე სიტყვიანი წინადადება, რამდენად სერიოზული და ღრმა ფიქრის მიზეზს იძლევა. როგორ თუ ან სიყვარულისკენ მოძრაობთ, ან შიშისკენ. მაგალითად, თქვენ ვინც ახლა მე მისმენთ, საით მოძრაობთ, სიყვარულისკენ თუ შიშისკენ. ან მე საით მოძრაობ, სიყვარულისკენ მოძრაობ თუ შიშისკენ. ჩემთვის ცხადია, რომ სიყვარულისკენ მოძრაობა ნიშნავს, რომ გახსნილი იყო მეორე ადამიანისთვის, გადარდებდეს მეორე ადამიანი, გრძნობდე ან თანაუგრძნობდე მეორე ადამიანს და მასთან საერთო სივრცე გქონდეს. ხოლო შიშისკენ მოძრაობა პირიქით არის. ეს არის ადამიანის დახურვა, იმ კედლის აშენება, რომელიც მეორე ადამიანისგან გიცავს და რომელიც უბრალოდ გმიჯნავს მეორე ადამიანისგან. ძალიან ადვილად მეგონებოდა, რომ მე სიყვარულისკენ მოძრაობ, ეხლა ერთი ადამიანი რომ არ მაგონდებოდეს, რომელიც თავისი ცხოვრების წესით ჯერ კიდევ წლების წინ მაფიქრებდა იმის შესახებ, რამხელა განსხვავებაა მასა და ჩემს შორის. აი მაშინ ვექტორზე არ მიფიქრია, მაგრამ ამას კი თვალნათლივ ხედავდი, რომ ის სხვანაირია და მე სხვანაირი ვარ. ყავდა ასეთი უფროსი მეგობარი, ლიდია ვესტი, მისის ვესტი. ინგლისელი იყო, ძალიან მკაცრად აღზრდილი, ლამის მთელი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი და ერთხანს თბილისში ცხოვრობდა სრულიად მარტო. და როცა გავიცანი, ჯერ გამაოგნა მისი ცხოვრების ასკეტურმა წესმა და მერე გამაოგნა მისმა ურთიერთობამ ადამიანებთან. 70 წელს კარგა ხნის გადაცილებული იყო და მართლა დიდი გამოცდილება ჰქონდა ცხოვრებისგან მიღებული და ისე ენდობოდა ადამიანებს, რომლის მსგავსით არც მენახა, არც მანამდე და არც შემდეგ და არც წარმომედგინა. ალბათ 10 ჯერ მაინც უამბია, შეიძლება მეტჯერაც, როგორ შეხვდა სადღაც თქვათ ქუჩაში რომელიმე ადამიანს, აფრიკის რომელიღაც ქვეყნიდან ჩამოსულს, ან ინდოეთიდან, ან პაკისტანიდან, ან ირანიდან, არ აქვს მნიშვნელობა, ქალს ან მამაკაცს, ახალგაზრდას, ან არც ისე ახალგაზრდას, როგორ გაუზიარა მან თავისი პრობლემები, როგორ დაეხმარა მისის ვესტი, როგორ გაყვა სახლში ჩაიზე და სასაუბროდ, როგორ მოიწვია თვითონ თავის სახლში და მაგიჟებდა ამ ადამიანის გულუბრყვილობა და სულ მეშინოდა, რომ აი ახლა ატკედნენ გულს, აი ახლა მოატყუებდნენ, დააზიანებდნენ, ფულს არ დაუბრუნებდნენ და ახლაც გაოგნებული ვარ, რომ მთელი ის პერიოდი, რაც თბილისში ცხოვრობდა და ეს წლები გაგრძელდა, უცხო ადამიანისგან იმედგაცრუება მას არ განუცდია. მისი უკიდურესი ნდობა მეორე ადამიანის მხრიდან ყოველთვის ჯილდოვდებოდა საპასუხო ნდობით და სიტყვის შესრულებით. მისის ვესთან ურთიერთობის დროს მივხვდი, რამდენად ჩაკეტილი ვარ პირადად მე უცხო ადამიანის მიმართ. რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ მის მსგავსად ვერასდროს ვერ მოვიქცეოდი, ვერც ქუჩაში ვერავის ვერ გაუჩერდებოდი, ვერც სახლში ვერ გავყვებოდი, არც ჩემ სახლში არ მოვიწვევდი და არც ჩემ რესურსს არ გაუზიარებდი, იმის იმედად, რომ აი წელში გაიმართება და მერე დამიბრუნებს უკან და თან მადლობასაც მეტყვის მეთქი. აი ეს არასდროს არ შემეძლო, რომ გამეკეთებინა და პირველად ვხედავდი, რომ თურმე ესე ცხოვრებაც არის შესაძლებელი. ჩემი ოჯახი არის გამორჩეულად სტუმართმოყვარე და ადამიანის მოყვარე ოჯახი. იყო
ყოველთვის და არის ახლაც და ეს ყველა მიცის, ვინც ჩვენ გვიცნობს. ამიტომ ნამდვილად ოჯახს ვერ დავაბრალებ ჩემს სიფრთხილეს თუ შიშს უცხო ადამიანების მიმართ. და ამიტომ მგონია, რომ გარემო გვაქვს ესეთი, რომელიც გვასწავლის, რომ უცხოს მიმართ შიში უფრო სწორია, ვიდრე მის მიმართ, თქვათ, აი უპირობო ნდობა და სიყვარული. კარგად რომ დავფიქრდეთ, ადამიანის თითოეული ქმედება, ფიქრიც კი, ან არის სამყაროსთვის გახსნა მისი და მეორე ადამიანისკენ გადადგმული ნაბიჯი, ან არის ჩაკეტვა და ან ვქმნი კედელს ჩემსა და სხვა ადამიანს შორის, ამ ხსნის სივრცეს ჩემსა და სხვა ადამიანს შორის და ის ჩემს სივრცეში შემომყავს. შეიძლება ამგვარად არასდროს არ გიფიქრიათ, მაგრამ სინამდვილეში შიში არის ადვილი და სიყვარული არის ძნელი. მეც ამაზე დავფიქრდი მაშინ, როცა მისის ვესტის ცხოვრებას გვერდიდან ვუყურებდი და მანამდე, რა თქმა უნდა, პირიქით მეგონა, რომ სიყვარული ადვილია, მაგრამ სინამდვილეში როცა კედელს აშენებ, თითქოს უფრო მეტად დაცული ხარ და როცა სამყაროსთვის იხსნები, სულ გაქვს შიში, რომ აი ყველა საფრთხე შენზე გადაივლის და შენ დაგაზიანებს. ეხლა მახსენდება საქართველოში ამერიკის ერთ-ერთი ყოფილი ელჩი კენეტი იალოვეცი, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას, ეს იყო 1997 ან 98 წელი და ესეთი რამე თქვა, რომ დემოკრატია მამაცი ხალხის საქმეა და ფიქრობ, ქართველებს გეყოფათ სიმამაცე იმისთვის, რომ დემოკრატია ააშენოთ. ეს სიტყვები ძალიან დამამახსოვრდა, თუმცა ბოლომდე ვერასდროს ვერ ხვდებოდი, რატო არის ესე ერთმანეთზე გადაჯაჭვული სიმამაცე და დემოკრატია. და ეხლა რა თქმა უნდა ვხვდები, რომ დემოკრატია ნიშნავს გახსნას სამყაროსთვის, დემოკრატია ნიშნავს ღია საზოგადოების შენებას და შიშარა ხალხი, რა თქმა უნდა, სამყაროს ვერ გაეხსნება. რატომ მიმაჩნია ძალიან დიდ პრობლემად ის შიში, რომელსაც საქართველოს მოსახლებას უნერგავს დღევანდელი ხელისუფლება. ბევრი იტყვის რა, განა არ არის საშიში, რომ რუსეთის გვერდით ცხოვრობდე და რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებდე. დიახ, რა თქმა უნდა, საშიში არის, მაგრამ შიში არის ორგვარი. ის, რომელიც გბოჭავს და ის, რომელიც გათავისუფლებს. ახლა ვიტყვი მნიშვნელოვან ფრაზას. შიში სიყვარულისგან განსხვავებით ზუსტად გიჩვენებს შენს საზღვარს. აი გიჩვენებს, რომ აქ მთავრდები შენ და ამის იქით იწყება გაურკვევლობა, იწყება სხვა ადამიანი, იწყება სხვა სივრცე, რომელიც უცხოა შენთვის. და თუ შიში გაჯობებს, ეს ნიშნავს, რომ სადაც მთავრდები, იქ ჩაიკეტები, იქ ააშენებ კედელს, იქ მოექცევი იზოლაციაში, შეეცდები, რომ შიგნიდან გამაგრდე, უცხო ელემენტებს გააძევებ, კედლის იქით, თუ ვინმე შენიანია, მაგრამ არ გეთანხმება, დააბრალებ, რომ იმ უცხოს აგენტი არის და შეეცდები, რომ მაქსიმალურად დაჩაქრო. და თუ შიშს აჯობებ, აი ამ შემთხვევაში ადგები და შეაბიჯებ იმ უცხო სივრცეში, იმ გაურკვევლობაში, იმ საფრთხეში, იმისთვის, რომ წინ წახვიდე, განვითარდე, შენს სივრცეში შემოუშვა ვიღაც თუ რაღაც უცხო და ამით შენს გაიზარდო ერთი სიტყვით ისე იცხოვრო, როგორც მისის ვესტი ცხოვრობდა. დარწმუნებული ვარ ახლა, რომ იზოლაცია არის გაყინვა, ან უარესი ლპობა, ხოდა საზღვრის გადალახვა არის გალღობა და არის განვითარება. სოციალური ქსელების, მაგალითად Facebook-ის ალგორითმი იძლევა საშუალებას, რომ შენი კედელი ჩაკეტო და არავინ არ შემოუშვა ისეთი, ვინც შენ არ გეთანხმება. და ამ შემთხვევაში ვერცერთ კომენტარს ვერ ნახავ შენს რომელიმე პოსტზე, რომელიც ნერვებს მოგიშლის. მაგრამ Facebook-ი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ არ ჩაიკეტო, პირიქით გაიხსნა ყველასთვის, ყველას მისცე საშუალება, რომ შენს კედელზე თავისი აზრი გამოთქვას, არ დაგეთანხმოს, თავისი არგუმენტები წარმოადგინოს და დაგიპირისპიროს თუნდაც თავისი აზრი და მაგრამ კომუნიკაციაში იყოს შენთან. მე მგონია, რომ აი ეს კომუნიკაცია ადამიანებს შორის ძალიან ცვლის სამყაროს და
ამ შანსს რომ ვიყენებდეთ, არ ვიცი, მგონია რომ იქნება ესეთი პოლარიზებული აღარ ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება და იქნება უფრო განვითარებულიყავით. ბევრი ჩემი ნაცნობისგან და ახლობელისგან განსხვავებით მე არ მიყვარს Facebook-ის კედლის ჩაკეტვა და YouTube-ზეც ეს გადაცემა სწორედ იმისთვის მინდა, რომ მეტ ადამიანს კონდეს ჩემთან ურთიერთობის საშუალება. ამ ხრივ ნამდვილად ვიცი, რომ სიყვარულისკენ მოძრაობ და ამის სიმამაცე ნამდვილად მყოფნის. ისიც ვიცი, რომ სიყვარული შიშის გარეშე არ არსებობს. ეხლა მინდა გიამბოთ თავის დროზე, როგორ განმარტა ეს ციტატა, რომ ან სიყვარულისკენ მოძრაობთ, ან შიშისკენ ბატონმა ზურაბ კიკნაძემ. ხა წაგიკითხავთ პატარა ციტატას. სიყვარული თითქოს კომფორტულია, მაგრამ ძლიერი, ღრმა სიყვარული შიშს იწვევს. ჩემი მეუღლე გარდაცვლილია და მუდამ მქონდა იმის შიში, რომ აღარ იქნება. ასე ვსჯელობდი, მე რომ არ ვიყო, მისთვის იქნება საშილად მტკივნეული. უფრო მეტად, ვიდრე ჩემთვის ის რომ არ იყოს. ეს ალტერნატივა იყო, მე მოვკვდები ადრე, ის დაიტანჯება, ისწავა, რა ვქნა. ამ შიშში ვიყავი. ეს სიყვარული შიშით იყო შეფერილი. ციტატის დასასრული. ცხადია, იმის თქმა ნამდვილად არ მინდა, რომ ყველანაირი შიში შეიძლება სიყვარულისკენ გზად ვაქციოთ, იმიტომ რომ შესანიშნავად ვიცი, რომ ტოქსიკური ურთიერთობები არსებობს და ზოგჯერ მეორე ადამიანისგან თუ მეორე ქვეყნისგან გამიჯვნა და დისტანცირება მასთან არის ნამდვილად ბრძნული გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ტოქსიკურ ურთიერთობას, სასიყვარულო ურთიერთობას დავარქმევთ და ვინც გვეუბნება, რომ თავი არ დავიღუპოთ და ფრთხილად ვიყოთ, სწორედ მას მოვიძულებთ, რა თქმა უნდა, კარგი, არაფერი არ დაგვემართება. და ერთსაც ვიტყვი, რატომ არის შიში უფრო კომფორტული ვიდრე სიყვარული. იმიტომ რომ შიში ამარტივებს ცხოვრებას და სიყვარული ართულებს. შიში გეუბნება, როგორც უკვე ვთქვი, რომ შენ აქ ვთავრდები და თუ შენი თავის დაცვა გინდა, თუ შენი იდენტობის დაცვა გინდა, თითქოს ყველაზე ადვილი გზა არის, რომ ყველას გაემიჯნო, ყველასგან შემოიზღუდო შენი სივრცე, ყველასთან კედელი ააშენო, იზოლაციაში იყო და ამით დაიცვა შენი იდენტობა. მაგრამ გავიხსენოთ, რომ საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც მდებარეობდა დიდ აბრეშუმის გზაზე და ჩვენ და ეს იყო ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად გახსნილი იყო ყველანაირი ტვირთისთვის და ყველანაირი ცნობიერების ნაკადისთვის. რატომ არის, რომ უცხოელებს ძალიან მოწონთ თბილისი, ევროპელებსაც, აზიელებსაც? მე ვიტყვი, რომ ქალაქს თითქოს თაფლი ცხია და მართლა გიждდებიან თბილისზე. რატომ? იმიტომ რომ სავარაუდოდ იმიტომ, რომ აქ ხედავენ ევროპასაც, აზიასაც და კიდევ რაღაც უფრო მეც, რასაც უბრალოდ სხვაგან ვერ ნახავ. ჩვენ ვიყავით მთელი სამყაროსთვის გახსნილი, ჩვენ ვიყავით უცხოს მიმღები და ჩვენ ვიყავით ის ხალხი, რომელმაც საუკეთესოს დაარქვა საუცხო. ის რაც ქონდა ყველაზე უკეთესი, გვინდოდა და გვემეტებოდა უცხოსთვის. აი ეს ხალხი ვიყავით ჩვენ და ასე შევქმნით აბსოლუტურად უნიკალური იდენტობა. და ახლა როცა სამყაროს საუკეთესო ნაწილი გახსნილია ურთიერთობისთვის, მათ შორის ჩვენთან ურთიერთობისთვის, ეხლა გვინდა რომ ჩავიკეტოთ და ეხლა გვინდა რომ გავშეშდეთ და ასე გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა და ასე ვიცხოვროთ. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანი სწორედ ამით აპირებდა არჩევნების მოგებას, რომ შიშს ნერგავდა, ამბობდა, რომ ევროკავშირი არის უნგრელი ხალხისთვის საფრთხე და ამიტომ მათგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ, რომ უკრაინა არის საფრთხე და დიდი კედელი უნდა ამოვაშენოთ უკრაინასთან, რომ რუსეთი არის საფრთხე, მაგრამ ისეთი საფრთხეა, რომ უნდა ჩავეხუტოთ და მათთან კარგად ვიყოთ, არ ვაწყენინოთ არაფერი. და ორბანი ღიად ამბობდა, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ახალი მთავრობა უნგრელ ახალგაზრდებს უკრაინის სასარგებლოდ აომებდა, იმიტომ რომ ასე უნდოდა ევროკავშირს. იზოლაცია და შიშისკენ სვლა იყო ორბანის პოლიტიკა, რომელიც სინამდვილეში დაამარცხა ლოზუნგმა ჩვენ ვართ ევროპა, ესე იგი ჩვენ ვართ გახსნილი სხვებისთვის. და ეს ზუსტად ის შემთხვევა და ის მაგალითია, როცა უნგრელმა ხალხმა გამოიჩინა სიმამაცე და
სიყვარულის გზა აირჩია და არა შიშის გზა. მე ვფიქრობ, რომ თუ ევროპა ის ადგილია, სადაც მამაცი ხალხი ცხოვრობს, ჩვენც გვეყოფა სიმამაცე, რომ ვიყოთ ევროპის ორგანული ნაწილი და ეს ასე მოხდება უფრო ადრე ვიდრე გვიან, ნამდვილად ვიქნებით ევროპის ორგანული ნაწილი იმის მიუხედავად, როგორი ოპოზიცია გვეყოლება და აქვე ვიტყვი, რომ როგორც ამბობენ, არც უნგრელებს არ ყავდათ უნაკლო ოპოზიცია, მაგრამ შეძლეს ის, რაც შეძლეს, გამოიჩინეს საკმარისი სიმამაცე, რომ სიყვარულის გზა აერჩიათ და შიშის გზას არ გაყოლოდნენ. დღეს ამით დაგემშვიდობებით და მომწერეთ თქვენ საით მოძრაობთ შიშისკენ თუ სიყვარულისკენ და მომწერეთ რით უსაბუთებთ ამას თქვენს თავს. აი რა პასუხიც გექნებათ, მოძრაობ შიშისკენ, ან მოძრაობ სიყვარულისკენ. რატომ? თუ შეგიძლიათ, მომწერეთ ეს ყველაფერი. შევხვდებით ხვალ ახალი ციტატის კომენტარით და მანამდე გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური. იმის შემდეგ, რაც ეს ახალი პოდკასტი მაქვს YouTube-ზე, Facebook-ზე ვღებულობ ბევრ თხოვნას დამეგობრებისთვის და გამომწერებიც იქ მემატება. მიხარია, დიდი მადლობა ყველას, რომ გაინტერესებთ რას ვაკეთებ, მაგრამ თუ მართლა გაინტერესებთ რას ვაკეთებ, მე ჩემი დროის, ენერგიის, ცოდნის უდიდეს ნაწილს ეხლა ვდებ აი ამ პოდკასტში, რომელიც YouTube-ზე ქვეყნდება და გთხოვთ, მთელი გულით გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი, ეს მართლა მოგცემთ საშუალებას, რომ იყოთ კონტაქტში ჩემთან და მეც მომცემს საშუალებას, რომ ვიყოთ თქვენთან, რაც შეიძლება ახლოს. ახლა დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩემთან ერთად ხართ, ან ვინც ახლა გადაწყვეტთ, რომ ჩემთან ერთად იყოთ და იყოთ გამომწერი ამ ჩემი ახალი პოდკასტის და ამ ფრაზებით, ამ იმედით ხვალამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა.